დღეს ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიძრას საქმე 302 და 309 მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის, რაც რეალურად გულისხმობს პრაქტიკულად სახელმწიფო ღალატს, სახელმწიფო მიწების გადაცემას სხვა ტერიტორიების მიმართ და მოლაპარაკების წარმოებას მტერთან რეალურად. ამასთან დაკავშირებით ვთხოვთ პროკურატურას აღიძრას საქმე და საერთოდ როგორ ყოფნით ნაციონალებს რეალურად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იმ დროს ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში, როგორ ყოფნით ნაციონალებს იმის თავხედობა, რომ 15 ნოემბერს ამ თემატიკაზე, რეალურად თავიანთი წაგებული ომის თემატიკაზე, თავიანთი დაკარგული მიწების თემატიკაზე მართავენ აქციას. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას, იმედია მოყვება შესაბამისი რეაგირება და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი. მოღალატეს მოღალატე და მტერთან შეკრულს მტერთან შეკრული. ეს არის კოდორზე საუბარი და ახალგორზე, რომელიც ოკუპირებულია დღეს რუსეთის მიერ. ჩვენ ეჭვიც გვაქვს და სერიოზულადაც ვფიქრობთ, რომ მერაბიშვილს და რიგ მაღალ ჩინოსნებს, ყოფილ მაღალ ჩინოსნებს წაეყენებათ ბრალი ამის საფუძველზე და ომის ამ შავ ფურცელს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი და დაერქვას თავისი სახელი. ვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყება და ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, ის უნდა მიეცეს პასუხისგებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერ ამაში მთავარი დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ სწორედ მისი ნებართვის გარეშე ვერ მოხდებოდა აი ამ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მიღებულ იქნა.